სასურველო და საყვარელო სულებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სინათლისა და შთაგონების კუთხეში. ამ წმინდა სივრცეში ჩვენ პოულობთ დღის რამდენიმე წუთს, რათა კვლავ დაუკავშირდეთ სამხაროს ენერგიებს და მივიღოთ არხით გადმოცემული შეტყობინებები, ნამდვილი კურთხევები ჩვენი გზისთვის. თუ აქ მოხდი, ეს შემთხვევითი არ არის. იგძენი, თითქოს მშვიდობის, სიფაქიზისა და მიღების ჩახუტება გეფინება. თითეული სიტყვა, თითეული ენერგია, რომელიც აქ გაზიარებულია, მიზნად ისახავს შენი გზის განათებას, იმედის განახლებას და იმ რბილი შუქის აღდგენას, რომელიც თითეულ ჩვენგანში ცხოვრობს. დღევანდელი გზავნილი განსაკუთრებულია, რადგან ის შენ გეხება, შენი ზოდიაქოს ნიშნით. სამყარო ფიქრობს თითეულ ნაპერწკალზე, თითეულ გულზე და სთავაზობს მიმართულებას, გასაღებსა და მოწვევას თითეულ თქვენგანს, ვინც აქ არის. მანამდე კი, სანამ ამ გზავნილებს გავხსნით, გიწევ მცირე ყოფნის რიტუალზე. დახუჭე თვალები, თუ ეს უსაფრთხოა შენთვის, ჩაისუნთქე ღრმად და ნება მიეცი ამ წამს იყოს მხოლოდ შენი. წარმოიდგინე ოქროსფერი შუქი, რომელიც ზემოდან ჩამოდის და ავსებს შენს მთელ ენერგიულ ველს. მოაქვს დაცვა, ბალანსი და სიმშვიდე. იგრძენი ფეხები მიწაზე. პატივი მიაგე შენს ფესვებს და წარმოიდგინე როგორ იხსნება ყველა შფოთვა, დაძაბულობა და გაფანტული ფიქრი ამ შუქში. თუ გინდა, დაიდო ხელი გულზე და მოусმინე მის რიტმს. ნება მიეცი საკუთარ თავს იგრძნო, იყო აქ და ახლა და მიიღო ის გზავნილები, რომლებიც მოვა, არა მხოლოდ გონებით, არამედ სულითაც. რადგან ის პასუხები, რომლებსაც ვეძებთ, უკვე ჩვენ შიგნით არსებობს. არხით გადმოცემული გზავნილები მხოლოდ ნაზი შეხსენებაა სამყაროს მხრიდან. დღეს გთხოვ გაზარდო განზრახვა, მადლიერება და ნდობა. გაიხსენე, როცა ისმენ გზავნილს შენი ნიშნისთვის, ის შენთან საჩუქრად მოდის, მაგრამ თუ სხვა ნიშნის სიტყვები შეგეხოს გულს, მიიღე ისინი, რადგან როცა ღია ვართ, სამყარო ზუსტად იმით გვიხელმძღვადელებს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩაისუნთქე ღრმად კიდევ ერთხელ. წარმოიდგინე, როგორ იღება სინათლის პორტალები შენს გარშემო და შინაგანად გამოაცხადე. ვრთავ თავს, რომ სამყარო მეგზური იყოს. მზად ვარ მივიღო სიბრძნე, სიმდიდრე და განკურნება. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს დღევანდელ სულიერ მოგზაურობაზე. ვერძი, ვერძო, დღეს სამყარო შენ გიგზავნის განახლებულ ცეცხლს, ენთუზიაზმისა და ინიციატივის ალს. შეიძლება იგრძნო შინაგანი მოწოდება, რომ დატოვო ერთფეროვნება, გაარღვიო საზღვრები, რომლებიც გზღუდავენ და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი. ეს არის დრო, რომ მოусმინო შენს გულს და გკითხო საკუთარ თავს. რას გიჩვენებს ჩემი შინაგანი ხმა? დღევანდელი ენერგია მოითხოვს სიმამაცეს, რომ აიღო პირველი ნაბიჯი. იქნება ეს სამუშაოში გამოწვევა, მნიშვნელოვანი საუბარი, პირადი პროექტი თუ ყოველდღიური არჩევანი. სამყარო აღიარებს შენს პიონერულ სულს, იმ ნაპერწკალს, რომელიც ხდის უნიკალურს და დასაფასებელს. კითხე საკუთარ თავს, ჩემს ცხოვრებაში რომელი სფერო ითხოვს მეტ მოქმედობასა და ავთენტურობას? ახლა დროა დათესო ახალი თესლები ენთუზიაზმით. იწამო საკუთარი ძალა და იმოქმედო მაშინაც კი, როცა ეჭვიჩნდება. თუ შფოთვა მოგეძალება, ჩაისუნთქე ღრმად, იგრძენი მიწა ფეხქვეშ და გაიხსენე. ყოველი დასაწყისი მოითხოვს სითამამეს. დადასტურება ვერძისთვის. ვცემ პატივს ჩემს შემოქმედებით იმპულსებს, ვმოქმედებ სიმამაცით და ნება მივეცი ახალს, რომ აყვავდეს ჩემს ცხოვრებაში. მე ვარ მოძრაობა, სინათლე და გარდაქმნა. ვერძო, ენდე შენს ძალას და გადადი იქეთ, სადაც წარსული ზღვარს გისაზღვრავდა. სამყარო შენს გვერდით დგას ყოველ ნაბიჯზე. კურო. კურო. დღევანდელი ენერგიები სავსეა კომფორტით, სტაბილურობითა და თვითღირებულების შეგრძნებით. სამყარო გიწევს ერთი წამით შეჩერდე, ჩაისუნთქო ღრმად და გკითხო საკუთარ თავს, როგორ ვზრუნავ საკუთარ თავზე და ჩემს რესურსებზე. შენი მთავარი ამოცანაა დღეს საზრდო მისცე სხეულს, გონებასა და სულს. შეიძლება დოლო დღეები ინტენსიური ყოფილიყო და გამძლეობა გეთხოვა, ახლა დროა იპოვო სიამოვნება უბრალო დეტალებში, გემრიელ კერძში, სახლის სითბოში, ბუნების შეხებაში. შენ მყარად აშენებ საფუძველს. თითოეული პატარა მიღწევა მნიშვნელოვანია და იმსახურებს აღნიშვნას. თუ გამოწვევა გამოჩნდება, გამოიყენე შენი სიმშვიდე და სიბრძნე პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოსაძებნად. გაიხსენე,
ნამდვილი რჩება და შეგიძლია ენდე შენს ინტუიციას, რომ გამოიცნო რა იმსახურებს შენს ენერგიას. კითხე საკუთარ თავს, სად ვაბანდებ ჩემს ენერგიას? გაატარე დღე საკუთარი თავისადმი ერთგულების განახლებით, იმ ადამიანებთან კავშირის გამტკიცებით, ვინც გიყვარს და მადლიერებით იმისთვის, რაც უკვე გაქვს. დადასტურება კუროსთვის. ვრთავ თავს, რომ ვიცხოვრო აწმყოში, ვიგრძნო კომფორტი და გავფურჩქნო სიხარულითა და ნდობით. ჩემი ღირებულება შეუცვლელია და ჩემი ენერგია უხობის წყაროა. ყურო, გააღვიძე შენი თვითღირებულება და ნახე, როგორ პასუხობს რეალობა. მეტი სტაბილურობითა და სიყვარულით. ტყუპები. ტყუპებო, სამყარო ჩუმად გიჩურჩულებს ყურში. ეს დღეა ძლიერი კავშირის, იდეების, საუბრებისა და აღმოჩენების. შეიძლება იგრძნო სურვილი გაცვალო ინფორმაცია, ისწავლო ახალი რამ და გამოხატო შენი გრძნობები. დღეს ყურადღება მიაქცია ნიშნებს, მოულოდნელ შეტყობინებებს, მეგობრის სიტყვას, უცებ მოსულ შთაგონებას. შენი გონება იქნება მკვეთრი. გამოიყენე ეს, რომ იპოვო ახალი ხედვები, მოაგვარო დაუმთავრებელი საქმეები და შემოიტანო სიმსუბუქე ყოველდღიურობაში. თუ დაეჭვება ან მოუსვენრობა შეგაწუხებს, გაიხსენე. ყველაფერს არ ჭირდება დაუყოვნებელი პასუხი. მიიღე ეს მოუსვენრობა, გარდაქმენ მას მოძრაობად და შემოქმედებად. ისაუბრე მათთან, ვინც ნამდვილად გისმეს და გაუხსენი ადგილი მოსმენასაც. ხშირად სწორედ გაცვლაში ჩნდება დიდი შთაგონება. კითხე საკუთარ თავს, რა სიმართლე უნდა გამოვთქვა დღეს? ნება მიეცი საკუთარ თავს თქვა ის, რასაც ფიქრობ. სინაზითა და გულწრფელად და დაიმახსოვრე. თითეულ სიტყვას აქვს ძალა. დადასტურება ტყუპებისთვის. ვესაუბრები სიმართლითა და სიხარულით. ვიღებ ცვლილებებს მოქნილად და ვსწავლობ ყოველი გამოცდილებიდან. ჩემი ხმა ხიდებს ქმნის და გზებს ანათებს. ტყუპებო, ენდე ცხოვრების დინებას. ისწავლე, გაიზარდე და გაუზიარე შენი სიბრძნე სამყაროს. კირჩხიბი. კირჩხიბო, დღეს ემოციების ტალღები ნაზი და მშვიდია და სამყარო გთხოვს, რომ პატივი მიაგო შენს ღრმა გრძნობებს. ეს დროა აღიარო შენი მგრძნობელობა როგორც ნიჭი და არა სისუსტე. შენ ის ხარ, ვინც მუდამ სხვებს ამშვიდებს, მაგრამ დღეს მოწოდება არის მიექცე ყურადღება საკუთარ თავს. შეიძლება წარსულის რამე მოგონება დაბრუნდეს, ან გაჩნდეს მიტევების საჭიროება, საკუთარი თავის მიმართ ან სხვა ვინმეს. ნება მიეცი თავს იგრძნო, იტირო, გაიცინო, გაიხსენო, ეს ყველაფერი შენი ადამიანობის ნაწილია. შენი შინაგანი სახლი მოითხოვს მზრუნველობას, მოაწესრიგე სივრცე, განაახლე ენერგიები. შემოიტანე სიმბოლური დაცვა, სანთელი, სურნელი, ნაზი მუსიკა. თუ მოგენატრა ვინმე, გაუგზავნე სიყვარული მანძილიდან. თუ განმარტოება გინდა, გააკეთე ეს უსაყვედურად. კითხე საკუთარ თავს, სად შემიძლია მეტი სიყვარული მოვიტანო ჩემს ცხოვრებაში? გაიხსენე დღეს, რომ თქვა არა იმას, რაც გტკენს და კი იმას, რაც გულს ათბობს. დადასტურება კირჩხიბისთვის. ვცემ პატივს ჩემს გრძნობებს, ვიღებ ჩემს წარსულს და ვიხსნები სიყვარულისა და განკურნების გამოცდილებებისთვის. ჩემი გული არის უსაფრხო და წმინდა ადგილი. კირჩხიბო, იგრძენი სამყაროს მხარდაჭარა. ყოველი ემოცია მასწავლებელია და ყოველი ეტაპი აუცილებელია შენი აყვავებისთვის. ლომი. ლომო, დღეს სამყაროს სინათლე გეხვევა და გთხოვს, რომ ბრწყინავ დეუშიშრად. შენი მაგნეტური ენერგია და შემოქმედებითი ძალა ძლიერია. მზად არიან შთააგონონ შენს გარშემო მყოფნი. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ენდე საკუთარ პოტენციალს და არ ჩაახშო შენი ნამდვილი ბუნება. თუ გამოწვევა გამოჩნდება, გაიხსენე, ავთენტურობა შენი უდიდესი ძალაა. გამოხატე შენი იდეები, აჩველე შენი ნიჭი, გააზიარე სიხარული. შენი გულწრფელი კეთილშობილება გადამდებია. ყოველი კეთილი ჟესტი უკან გიბრუნდება მრავალჯერადად. კითხე საკუთარ თავს, როგორ შემიძლია ვიყო უფრო გულწრფელი ჩემ თავსა და სამყაროსთან დღეს? თუ არასტაბილურობა მოგეძალება, გაიხსენე ყველა ბრძოლა, რომელიც უკვე მოიგე. აღიარე საკუთარი თავი, როგორც შენი ცხოვრების მთავარი გმირი და შთააგონე სხვებს სიმართლითა და სიმამაცით, თუნდაც სიჩუმით. დადასტურება ლომისთვის.
ვაფრქვევ სინათლესა და ოპტიმიზმს. შემოქმედი ბუნებით ვარ და ვუზიარებ ჩემს ბრწყინვალებას სამყაროს. ჩემი გულით ნდობა ქმნის კეთილდღეობასა და სიყვარულს. ლომო, იზეიმე ყოველი მიღწევა. სამყარო აღიარებს შენს გულუხლიდერობას და გეუბნება. შენ დაიბადე, რომ ბრწყინავდე. ქალწული. ქალწულო, დღეს სამყაროს ენერგია შენთან მოდის სიწმინდით, სიმშვიდით და შესაძლებლობით მოაწესრიგო აზრები, რუტინა და განზრახვები. შენ ოსტატი ხარ ყველაფრის გაუმჯობესების ხელოვნებაში, რასაც შეეხები და დღევანდელი მოწოდებაა, რატომ არ მიმართავ ამ ნაზმზერას საკუთარ თავზე. ჩამოწერე რა უნდა გააკეთო, მაგრამ ნუ დაადანაშაულებ თავს ზედმეტად. სრულყოფილება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინსვლა. მოაწესრიგე შენი სივრცე, დაგეგმე მიზნები, მაგრამ დაუშვი რომ გაჩერდე, ჩაისუნთქო და იგრძნო მადლიერება იმ მიღწევებისათვის, რაც უკვე გაქვს. თუ შფოთვა ან შინაგანი კრიტიკა წამოიწევს, ივარჯიშე კეთილგანწყობაში საკუთარ თავთან. შენი ძალა დეტალებშია, მაგრამ ცხოვრება ციკლებისგან შედგება, არა სრული კონტროლისგან. კითხე საკუთარ თავს, რა შემიძლია გავამარტივო ან გარდავქმნა დღეს, რომ უფრო მსუბუქად ვიცხოვრო? აირჩიე მცირე ქმედებები საკუთარი თავის მოვლისთვის. შეიყვარე ყოველდღიური სიხარულები და გააკეთე რამე მხოლოდ შენთვის. ჰარმონია არ იბადება კონფლიქტების დუმილით, არამედ ურთიერთ პატივისცემით. ნება მიეცი საკუთარ თავს, ეძებო შუაგზა, დააფასო განსხვავებულში სილამაზე და გაუწოდო ხელი ახალი დასაწყისისკენ. მოეფერე დღის ესთეტიკას, მოაწესრიგე გარემო, გაალამაზე სიყვარულით, დატკბი ხელოვნებით, გამოხატე თავი. ეს ყველაფერი ამაღლებს შენს ვიბრაციას და გეხმარება გადაუწყვეტელი საკითხების მოგვარებაში. კითხე საკუთარ თავს, როგორ შემიძლია დღეს მეტი ბალანსი მოვიტანო ჩემ ცხოვრებაში? გაიხსენე, რომ ყველა ტვირთი შენზე არ არის და შეგიძლია გაიზიარო პასუხისმგებლობა. დადასტურება სასწორისთვის. მე ვარ ხიდი ჰარმონიისკენ, ცემ პატივს ცხოვრების სილამაზეს და შთაგონებას ვგზავნი ჩემს ურთიერთობებში. ჩემი გული სამართლიანია და სავსეა მშვიდობით. სასწორო, შენი ყოფნა არის სინაზის სუნთქვა სამყაროში. სამყარო აკურთხებს შენს სწრაფვას ერთობისაკენ. მორიელი. მორიელო, დღეს სამყარო გიწევს მოიშორო ძველი ტყავები და ხელახლა დაიბადო უფრო ძლიერად. ტრანსფორმაციის ენერგიები ძლიერია, გეხმარება გაწყვიტო ტოქსიკური ნიმუშები, დამღლელი სიტუაციები და გრძნობები, რომლებიც აღარ გემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება რთულად ჩანდეს, ენდე შენი არსების ძალას. დაუშვი საკუთარ თავს, ჩახედოს იმაში, რაც გტკივა და დაინახო გაკვეთილი. განკურნება იბადება მაშინ, როცა ვუყურებთ სიმართლეს, არა როცა ვემალებით მას. შენი სიღრმე ნიჭია, შენი ხედვა ღრმა და შენი განახლების ძალა უზარმაზარია. კითხე საკუთარ თავს, რა უნდა გარდავქმნა, გავუშვა ან ვაპატიო დღეს? მიიღე შენი ციკლები, სიკვდილიც და აღორძინებაც ერთი და იმავე მონეტის მხარეებია. დადასტურება მორიელისთვის. ყოველ დღეს ხელახლა ვიბადები, უფრო ძლიერი, მყარი და მთლიანად საკუთარ თავში. ნება მივეცი ჩემი სიმართლეს, რომ გამათავისუფლოს და განკურნოს ჩემი გზა. ჩემი სული ძლიერია და დაუნგრეველი. მორიელო, იზეიმე ხელახალი დაბადება. სამყარო შენს გვერდით დგას ამ გარდამტეხ სიღრმისეულ მოგზაურობაში. შვილდოსანი. შვილდოსანო, დღეს შენსკენ მოდის ცნობის მოყვარეობისა და გაფართოების მძლავრი ტალღა. შენი თავგადასავლების მოყვარე სული ისწრაფვის აღმოაჩინოს ახალი გზები, ისწავლოს და არღვიოს საზღვრები და გაფრინდეს ჩვეულებრივ ჰორიზონტებს მიღმა. შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობები მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, საინტერესო შეხვედრებისთვის ან თუნდაც უბრალო გასეირნებისთვის. განაახლოს შენი ენერგია. იპოვე სიხარული პატარა ბილიკებშიც და ნება მიეცი საკუთარ თავს გამოცადოს რაღაც ახალი, საუბარი, გემო, იდეა. თუ მოუსვენრობა შეგაწუხებს,
გაიხსენე, თავისუფლებო გონებიდან იწყება. გააფართოვე შენი აზრები, შეაჯიბრე ძველ რწმენებს და ენდე შენს ოცნებებს. კითხე საკუთარ თავს, რომელი შინაგანიან გარე სივრცე სურს დავიპყრო დღეს. ცხოვრება გთხოვს, რომ იპოვო მიზანი მოგზაურობაში და გახარო შენს აღმოჩენებით. დადასტურება მშვილდოსნისთვის. მე ვარ სამყაროს გამომკვლევარი. მადლიერებით ვიღებ სწავლას და სიხარულს ვავრცელებ ყველგან, სადაც მივდივარ. ჩემი თავისუფლება ყვებავს ჩემს რდას. მშვილდოსანო, შენი შთაგანება არის შუქურა სხვებისთვის. სამყარო ზეიმობს შენ ყოველი რწმენის ნახტომს. პრისქავ, დღეს სამყარო აღიარებს შენს ფოკუსს, მოთმინებასა და უნარს, რომ საკუთარი ოცნებები მტკიცე დააგო. შეიძლება მიზანი, რისკენაც დიდი ხანია ისწრაფვი ახლოს იყოს განხორციელებასთან. დარჩი ყურადღებით, მაგრამ არ დაკარგო ბალანსი მოვალეობასა და სიამოვნებას შორის. სამუშაო, კარიერა ან პირადი პროექტები დღეს სამყვანი თემაა, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ თითოეული მცირე გამარჯვების აღნიშვნა ინარჩუნებს შენს ენერგიას მაღალი ვიბრაციით. თუ ზედმეტი პასუხისმგებლობა ან შფოთვა იგრძენი, ივარჯიშე საკუთარი თავის მოვლაში და ენდე მოვლენების დივაინ დროს. კითხე საკუთარ თავს, რომელ მიღწევას შემიძლია დღეს მეტი მნიშვნელობა მივანიჭო? აღიარე საკუთარი ძალა, შენს შთაგონება ხარ შენი დისციპლინითა და გამძლეობით. დადასტურება დღის რქისთვის. მე ვახორციელებ წარმატებით. ვცემ პატივს ჩემს შრომას და მანიფესტირებ კეთილდღეობას ბალანსითა და სიბრძნით. მე ვიმსახურებ ყოველი კურთხევის მიღებას. დღის რქავ, იარე წინ თავდაჯერებით. სამყარო უხვად აჯილდოვებს მათ, ვინც სიყვარულით თესავს. მერწყულო, მოემზადე დღისთვის სავსე ინოვაციური იდეებით და განსაკუთრებული კავშირებით. შენი გახსნილი გონება და თანამგზნობის სული იზიდავს ახალ შთაგონებებს. დაიჭირე ყურადღებით უჩვეულო იდეები, მოულოდნელი შეთავაზებები და შესაძლებლობები, რომ ითანამშრომლო ჯგუფებთან ან საზოგადოებებთან. ნება მიეცი საკუთარ თავს გაბედო, გამოსცადე ის, რაც ცდება რუტინას. იჯერე, რომ შეუძლებელი შეიძლება რეალობად იქცეს, როცა მზად ხარ სამყაროს სხვაგვარად შეხედო. გახდი შთაგონების არხი, გაიზიარე, მოусმინე, გაცვალე გამოცდილებები. კითხე საკუთარ თავს, როგორ შემიძლია წვლილი შევიტანო კოლექტივში ისე, რომ ჩემი უნიკალურობა გავაგრძელო. თუ იგრძნობ სურვილს დაეხმარო ვინმეს ან დაიწყო სოციალური პროექტი, იმოქმედე დაუყოვნებლივ. დადასტურება მერწყულისთვის. მე ვარ შთაგონების, შემოქმედების და ერთობის წყარო. ჩემი იდეები ახალ სიცოცხლეს ანიჭებს სხვებს და აფართოებს საერთო კეთილდღეობას. ვენდობი ჩემს ორიგინალურობას და მუდამ ვრჩები ინოვატორი. მერწყულო, სამყარო ზეიმობს შენს პიონერულ ენერგიას. მომავალი შენს იდეებზე იშენება. თევზებო, დღეს სამყარო ჩუმად გიჭურჭულებს გულში, ენდე შენს ინტუიციას და მიეცი თავს ნება, მიყვეს ცხოვრების დინავას. შენი სენსიტიურობა არის არხი ღრმა განკურნებების, როგორც შენში, ისე გარშემომყოფებში. შეიძლება ზოგჯერ სიფაქიზე სუსტი ჩანდეს, მაგრამ სწორედ ამ ნაზობაშია შენი ნამდვილი ძალა. გამოყოვი დრო სიჩუმისთვის, რათა მოусმინო საკუთარ თავს. სულიერება ახლოსაა. გაუგზავნე სამყაროს მადლიერებისა და სიყვარულის ფიქრები. თუ იგრძნობ სურვილს, წერე, დახატე ან მედიტირე. უხილავი სამყარო შენს წინ იშლება, რათა შემოგთავაზოს სიზმრები, ნიშნები და სიმშვიდე. კითხე საკუთარ თავს, რა შემიძლია გავაკეთო დღეს, რომ ვკვებო ჩემს სულს და ვეხმარო სხვას. თანაგრძნობა, როცა მას განაჩენი არ ახლავს, ცვლის მთელ დღეს. დადასტურება თევზებისთვის. მე ვარ სიყვარული, თანაგრძნობა და განკურნება. ჩემი ინტუიცია მიცნობს გზას. ჩემი სული მიედინება სამყაროსთან ერთობაში და ანთებს სინათლეს ყველგან, სადაც მივდივარ. თევზებო, თქვენ ხართ სამყაროს ნაზი ალერსი. იგრძენით, რომ ხართ მთლიანობის ნაწილი, რადგან თქვენი ყოველი ჟესტი პოზიტიურობის ტალღას აგზავნის გარშემო. ახლა, როცა ეს შეტყობინება მიიღო, დახუთე თვალები კიდევ რამდენიმე წამით და კითხე საკუთარ თავს. როგორ შემიძლია ეს რჩევა დღესვე გამოვიყენო ჩემს ცხოვრებაში? ნება მიეცი პასუხებს და შთაგონებას, ნელა ბუნებრივად ამოიყვავოს შენს გულში. სრული სითბოთი გიწევ, რომ გააძლიერო ჩვენი ერთობა. დატოვე კომენტარებში შენი ზოდიაკოს ნიშანი, ერთი პოზიტიური ფრაზა, რომელიც გინდა დღეს გამოავლინო და დაწერე განზრახვით. მე ვარ
უხვად მომცემი. როცა ამას იზიარებ, ამ ენერგიას ამყარებ, ქმნის სინათლის ჯაჭვს და შთააგონებს სხვებსაც. დაჯერე, როცა სიკეთეს იმეორებ, წერ და აცხადებ, შენი რეალობა გარდაიქმნება. მოდი ერთად გამოვავლინოთ პოზიტიურობის ტალღა. თუ ამ შეტყობინებამ შეგეხო გულში, დააწყაპე მოწონება. გამოიწერე არხი და გახდი ჩვენი სულიერი ოჯახისა და ევოლუციის ტომის ნაწილი. გაუზიარე მეგობრებსა და ახლობლებს, მათ, ვისაც ჭირდება მეგობრული სიტყვა, სამყაროს გზავნილი. დასასრულს გიზიარებ ძალის დამამტკიცებელ აფირმაციას. ვიღებ სამყაროს კურთხევებს, ვკვებობ ჩემს ცხოვრებას სიყვარულითა და მადლიერებით. მე ვარ ჩემი ბედის შემქმნელი და ვიმსახურებ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და სიხარულს. იგრძენი თავი კურთხეულად ამ სიყვარულით სავსე ენერგიით. გისურვებ ხვალ დაბრუნდე, მიიღო ახალი მიმართულებები და განაგრძო ზრდა ჩვენთან ერთად. მადლობა შენს არსებობისთვის, სითბოსთვის და იმისთვის, რომ ხარ ამ საოცარი სულიერი მოგზაურობის ნაწილი. შეხვედრამდე, ანგელოზებმა გაანათონ შენი გზა.